ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამოს ეთერში და გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა შოუ ბიზნესურ სიახლეებს ლაილაისთან ერთად. უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ გელით უახლესი ინფორმაცია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვარსკვლავების ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ. ინფორმატორის გამოშვებებიდან იცით, რომ თამთა გოგუაძე ახალ ალბომზე მუშაობს. შემოქმედებითი სიახლეების გარდა სიახლეებია თამთას პირად ცხოვრებაში. იმდენად კარგი თანამშრომლობა გამოდგა ჯგუფთან ისინი, რომ ჯგუფის წევრს აჩიკო ცანკაშვილს თავისი მომავალი თამთას გარეშე ვერ წარმოუდგენია. თუმცა როგორც ახლა დაქორწინებულნი ისინი კამერის წინ საკმაოდ მორცხოვდნენ. მუშაობ ახალ ალბომზე, რომელიც გამოვა შემოდგომაზე, ეს იქნება რიგით მესამე და პრეზენტაცია არ ვიცი, ჯერ იქნება თუ არა, თორე ჯერ წინ არის ყველაფერი. ჩვენი ერთ დღესაც 30 მაისს საღამოს 7-8 საათი იყო, გადავწყვიტეთ წავსულიყავით და წავედით. არა, თბილისში ვიყავით. დიდი მადლობა. ეხლა რა მაინტერესებს? მე ვიცი, რომ შენ ღებულობ ალბომში რაღაც მონაწილეობას, ხო? რამდენადაც ჩემ ცნობილია და რა დონეზე? ამ სიმღერის შემდგომ ჩაიწერება ისევ ჭაბო კამირანაშვილის სიმღერა, ფოლკი ისიც და თხოვოთ ამთავრობ რომ დეკებით ამიტეო. ფულს მიხდის და დავუდებ. შენზე ფიქს მე ვბედავდი, ანეტა ვახტება. შენთან მეყოფნა მინდოდა, მქონდა ოცნება. კლუბ ჯოიში ზალიკო ბერგერმა თავისი აქსესუარების ახალი კოლექცია წარუდგინა მაყურებელს. გელები გადიგარეთ და გლობუ სადარი? სადარი გლობუ? ეს არ ჩერდება, ჩაცმულია რაღაც არ ჩერდება. რაღაცა ზე ლამერი აზა. სადარი. ძალიან ცხელი ჩვენება იყო ამ დღეს ხოთა შორის და სააგენტოები ამ ცოტა გავხურდით. მეც თქვენთან ერთად უერთდები დღევანდელ ხალისობას.
15 ნოემბრიდან დღემდე იქნებოდა ეს კოლექცია და აქ წარმოდგენილი იყო ყელსაბამების ამაჯურები, ჩანთები და ასე შემდეგ, ის რაც შეადგენს აქსესუარს, რა ვიცი, მე ვთვლი რომ ქალს ძალიან ალამაზებს აქსესუარი და აუცილებელი ელემენტია. შეიძლება გარკვეული საზოგადოებრივი დონის მაჩვენებელი იყოს აქსესუარი. წიგნის აღპარნაში ბესო ხარანაულის ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ასე ჰქვია წიგნი ამბა ბესარიონისა. უფრო ზუსტად ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან გავიგებთ. სასახავს ადამიანის არსებობას, ადამიანის ტრიალს იმ ლაბირინთში, რომელიც თვითონ მასში არსებობს. ჩვენ ვართ მაცხოვრებლები ჩვენივე ლაბირინთის, რომელსაც თავს ხო ვერ ვახცევთ ვერასოდეს და ჩვენი ფიქრი არც იწყება, არც მთავრდება, უბრალოდ აქ მიწერია რომ სანამ ყდარს არ იპოვის მიწა ის სულ არა, მარად არის. მერიქში დგება. არავის არ ვასწრებ. არავის არ ვასწრებ. ელისაბედი. სათაური ამბა ბესარიონი აქ როგორ არის იცით ეს ამბა ბესარიონი არც ბერია ესე იგი გამოდევნილია ასე ვთქვათ იქიდან ბერების საძმოდან მაგრამ არც მიწაზე აქ ჩვენ არც ადამიანებთან არ აქვს არავითარი კავშირი ესე იგი რაღაცნაირი კაცია რომელსაც ზღვარზე უნდა ევლო ეთქობა ეს ზღვარია ირჩია რომ ადამიანიც ისევე ყოფილიყო როგორც წმინდანი მაგრამ არც ერთი არ არის სინამდვილეში. უაღრესად პატიოსანი წესიერი დახვეწილი სულის პატრონი. ლეულოცავ მას დღევანდელ დღეს ეს ერთი და სხვა მრავალი. ეს მისი ბოლო შედევრი, რომელსაც დარწმუნებული ვარ ფსიქოთერაპიული მნიშვნელობაც აქვს. აი ესეთი ტექსტია ეს. აი ამ დღევანდელ ცხოვრებით დაღლილ, გაწამებულ, გატანჯულ ადამიანს სულიერ შვებას მიანიჭებს, კათარსის მოგვრის. აი ესეთი ტექსტი გამოვიდა ახლა ბოლოს მისი ხელიდან. ბიჭო, რა წოლები გავყიდე, გაგიჟე. მაპადეს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.